დაღურბლულია ალაგ-ალაგ და კაიცივი ქარიც არის. როგორც მგონია დავნახოთ. 7-ია. ვეღარ დავიცინე დავდექი. გაიხიდე ჩემო ცხოვრება. წესით კაი ამინდი იქნება, ოღონდ ჯერ ძალიან დილარი. ცივა და ვაიმე როგორი ქარი. ლამაზი კი არის. აუ, ამათ წყალი სჭირდებათ. არა, სველი კია, მაგრამ დაუსხავ. ჩემი ბიჭი, დილა მშვიდობის ჩემო ბიჭებო. დედას ბიჭებო რაო. როგორ ახარ ცხოვრება? მოდი ჩემთან. რა არის? მოდი დედასი. არ დაწვევანდა. დედი. თუკანო. მოდი დედა. მოდი ჩემთან ბიჭო. ჰეი. არ მოგიფეროს დედა. მოდი დედას პატარა. მოდი ჩემო ციხარულო. ქარია, ქარი. ცივი. გუშინ არ მოვედი თქვენამდე. ვაიმე, ეს ხალათი არ ვარგა. სააგისოდ ხალხლო. იმიტომ რომ მოკლი არის და კოჭები გამეყიდა. აღესადაბდია. ხოდა. დიდი სიამოვნებით ჩავიცმევდი კალგოტკას. ეხლა უბრალოდ ვერ ჩავიცმევ, რომ ის არის. აქ ვერ ვიწევ. ავა, არ გვინდა ავა. გუშინ თან მოყვები სად ვიყავ? არა, გუშინ სად ვიყავ? დავხატე. ეს თითს მეტი გამომივიდა ნახატი შარშანდებთან შედარებით. მოედა. მოვიტანოთ კურსი. დავასრულე ოფიციალურად, აღარ მაქვს დასახატი დავისვე. მოიხსენი მოვალეობა და ნერვიულობა. დილით ავდექი, ქარმა, გუში. მივდექ მოვდექი რა, რამდენი შაქარს ვყრიდი, ქალო. და დავიწყე პატარა ბაღი, სადაც მე არიან გაშვებული, რაღაცა ტოტები რაღაცები იყარა და ეს ერთად დავაქვიჩე, რაღაცა ცოტა ქარივითაც იყო, მაგრამ ამინდი არ იყო ცივი. დავგავე ეზო რაღაცა და დავწვი ეს. აი, იცი როგორ დავწვი? ზოგადად არ მიყვარს რომ ვაბოლებ ხოლმე და რაღაცა, მაგრამ აი, უცბად აალდა, დაიწვა და ჩავაქრე. ანუ მაგას მოვასუფთავე რაღაცა და თითქოს აი რო გაგეხიდა არაფერი არ გამიკეთები, მაგრამ მართლა გავაკეთე. ესე იგი, ეს ახალი დაბანილი ქალი, დილით დაბანილი ქალი. ეს ხალათი, ცუբთა ხალათი, ისევ ყარდი ხალხო და
ხუში წყალი დაგვიწყა. იმედი წყალი ორ-ორი. მოტორი ჩაირთა. ხუში წყალი დაგვიწყა ხალხო. იმედია მოვალე. ეს ისოზე 4 საათიანი წყალია ხალხო. წესით რომ უნდა გქონოდა სულ და მე კიდე რა მიჭირს. ხმა არ მომიღება. ხალხი კვირებია ელოდება. რატო? ის ძველი მილებიც დაგლიჯეს. ანუ სადაც ის ძველი წყალი მოდიდა ის რაღაც აღარ არსებობს და ეს აღარა გვაქვს. მაგრამ უზაუცა გაყოფილი უნდა იყო რა სიძახი. ხმა სულ ცუდი გამოდიხარ. უკმაყოფილესი ვარ, ძალიან მაგარი არის. უბრალოდ ახლა ეს 3 ლიტრი რომდეს გვეყოფა მაინტერესებს. მარადი არის იმის სახმარი, მაგრამ ეს არის ჭურჭელზე თუ იხო მაგას. და ესე რა. და იქიც გაწი გამოდის აღამომდე ამჯეყოფა არა. ხო და მოკლედ გუშინეს ყველაფერი რო ისევ ვქენი. დავწვიდა რაღაცა, მეთქი ახლიდან დაბანას გადავრჩევი და ხელპი დავიბანე. რაღაცა ხალათი გარეთ გავკიდე. განიავდება მეთქი და ალა შევედი შეგინდა ალა შემეუბნება, მაგრამ ხარბოლის უსვათ. ხო და ამასობაში ვიცამეთქი ცოტა უნდა დავისვენო. ამასობაში ჩემო უფროსმა რაღაცა მივწერე, რაღაცა მომწერა, მივწერე. დილით ეს ხდება 10 საათამდე. ხო, ეხა გამოდივარო სამსახურში. გაემზადეო და წამოდიო ყავასე. გამოგივლიო. მე ისე ამოგიყვანო რა, რომ მოტრიალები უკან მალევეო. ზუსტად 5 წუთში ვიბანავე კიდე თმებიც გავიშრე მეცვა და ყავაზე მივდიოდი ხალხო. ვიყავი სამსახურში ჩემ გოგოებთან. ვიჭუკჭუკეთ რაღაცა და ეს რაღაცა გეთორმეტისთვის ამომათრია და დამაგდო უკან. მოვიყვანი. და იმაშინ დავიწყე ხატვა. ვიფიქრე რომ აი ხა დავხატავ მეთქი მე ჩავწერ ვიდეოს. დავხატავ და ისე მოვიდა საღამო ხანი რომ ვერაფერს ვერ გავაკეთე. მე ის იყო რომ ბარბარეს რაღაცა ცეკვის კაბა ჰქონდა ასაკეთსი. დღეს კახეთში მიდიან ცეკვიდან. ვერ მივყვები, არ მივყვები სპეციალურად რა ხა ის რახ და მე ისე უღრუღ იქიდან. აღარ მაქვს მაგისი ჯანი. გაბრიელს არ შევაწუხებ მაგისთვის. მოკლედ ორივენი მიდიან და რაღაცები მქონდა იქ ფორმები გასაუთოებელი, გასამზადებელი რაღაცა და მე ესა ლაშას ხელის შეხვევა დამუშავება. კაი ხანი იყო სადღაც 11-ის ნახევარდება ის მივატანე რომ ვერ დაწოლამიდო და ფეხი მტკიო და ხარდა იმეგონა რომ აი ჭინჭარი რო ქსუს ხავს ხო იცი აი მთლიან ფეხზე მასე მქონდა ქვედა კიდური უფრო არც დასიებული არც შეშუპებული არც არაფერი დამუჯებული არაფერი უბრალოდ მასე მქონდა და დაწოლამიდო და საშინლად და ძლის დავწექი აი ესე გავატარე გუშინელი დღე. მაგრამ დავამთავრე საროჭები, მორჩი. ბოლო სურათი აღარ დამიდია. იმიტომ რომ ეგეთი მაქვს ორი დახატული და ეს დანითრუალი კალდუნა უთკალდულა. ცხელძახში რო არის ქურდი კაცი. ეს რაღაცა ქურდული მენტალიტეტით დავხატე რა. გამოვიდა 45 საროჭი. თლიანობაში. და რო გადავთვალეთ 150 ლარი მოღის ცალი 6600 ლარი გამოვიდა. და გუში რომ მომწეს ეს ფული ხალხო, ეს საროჭკის ფული რომ მომწეს დავამატე და დღეს მიაქვს საგარეჯოში. სად წავიდა წლევანდელი საროჭკის ფული მე მოვკვდე თუ ვიცოდი, არა როგორ არ ვიცი, მაგრამ სად წავიდა. კაპიკიანი აღარა მაქვს მაგის. ერთადერთ ადამიან 2 საათ ჩასარიცხი იგეც იმაზე რომ ჩამირიცხავი მაგია ბარათზე. კაპიკიანი არა მაქვს ხალხნო სად წავიდა და შაშა თურქეთში ვიყავი ამ ფულით. როგორ მოვახერხე ხალხო.
ხო და კომენტარებში ვიცინოდით მე და ნინო და ის დამიწა ესე იგი 6600 და მაიტა მაგ დიდი არ კიდე 6000 მას ესხერა ჯანი დაკეწუსა ამას ესე გავალაღალაღე და როისა მიზარება ხელის ციცვალი შეყოფა ერთი რა იყო შეგვიძლია აი ბედედა ცივა ხალხო ცივა გარეთ დავჭდე არა გარეთ გამეყიდება ფეხები ეხა დავле ბიძინა მოვაჩი მამამთი მეორეს ბიძინასთან ერთად დავле ყავას ეხა ეს მჭირდება დასახვიძებლად გუში გამომიგზავნეს თევზებიდან ბიჭებმა ჩემო ყოფილმა თანამშრომლებმა ყველი დაუხატე იმათ ბიჭებს აი მე დედა საროჭკები ივანეს ტოლები ყავა ორივეს და დამასაჩუქრეს სახლის ყოლით იცი რა ეს რატო გამოვიღე ბოჭები არისო ზოი სუჭამია ღმერთო აი ესე პაწაწინა უნდა მოვჭრა ჯერა ხელა თავი არ ეტევა მაშინ ისეთი გემრიელი არის ტოსტში რო ჩადებ და იროდნება სამაგარია აქ დავდებ და მე ტოსტებს გავუკეთებ ან ეხა წასვლისას თუ ენდომებად გავაკეთებ ბავშვებს ძალიან მოკლედ წელს რაც შეიძლებოდა რომ მეჭამა ვაი უნდა გავამწარო მოცივარზე ნათითურები არის ნინო იქნებოდა წელს რაც შეიძლებოდა რომ მეჭამა რძე ერთის პროდუქტი ხაჭო ნადუღი ყველაფერი ვჭამე ყველაფერი ნინოზე რო ვიყავ შეგრძნეთ მაშინაც ვჭამე ყველაფერი თან მიყვარს ხო მაგრამ რო დაიბადა ნინო კბილები ხო გაყვა თან ვერ ვიკეთებდი რომ ხელოვნურზე არ მყავდა მე ბუნებრივზე მყავდა და ანუ ის ნემსე ვერც მივდიოდი რა ბუნებრივზე ვისაწყავ ხო იცით რომ ეს არ არის გათვლილი რომ მაგალითად ეხლა აჭვიდა ერთ საათში აღარ მოშივდება და რამის მოვასწრებ ხო არ არის ამიტომ кайფისო რა ვიყურებს ფანჯი და კნავის ამიტომ სანამ მივედი და წავედი და გავიკეთე აღარც ერთი კბილი არ აქვს ეხლა ისინი ჩემებია მაგრამ გადაკრული ვამპირი ვითავარ ხო და ჭამდი მეთქი მაგაზეც რა მე ვინ ინოზე უფრო ბევრ ჭამდი რომ მაგაზე ნანი ზრუნავდა ხოლმე რომ მაწონი არ მომკლებოდა რაღაც ყიდნენ ხოლმე და მოქონდა ხოლმე მე რა ორ კვირაში ერთხელ ფულს უხდიდა სულ ჭამდი მაგრამ ყოფა მეტი რა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაბროცეკილი არ იზავს და ჩანები არ დამჭირდება ეს ბოლოს არის ფულიც აღარ არის იმიტომ არის რომ აბა იშოვე ფული იმუშავე იქ და ერთ თვეში რომ მოგცემენ სიტუაცია რა ხა ხელფასზე რა ადვილია დახარჯვა გუშინ გავხატე 3 საროჭკა 40 ლარიანები იყო სულ ისეთი ნახატები იყო 120 ლარის დავამატე კიდე 40 ლარი და დღეს უნდა გავატანო იქ მისცენ რაც მისაცემია გზის ფული და ჭამაც ხო უნდა ხო და აი მაგას ვამბობ რა აბა შოვნა
მთელი დღე ვიჯექი და ავდექი და აღარაფერი მქონდა, უკვე აღარაფერი მქონდა. ალბათ მოუხარშე ფეხები. ეხა იციან რომ იქ ფეხებია მოხარშული და ველოდებია რომ გავიდე იქამდე. ჩემი კრუხი მესამე დღეა იდეალურად ზის. ძვირფასად. ვფიქრობდი, იცი როგორ დავსვი, ერთი დღე ცდილობდა დამჭიდარიყო, მეორე დღეს ცოტა ხანი, მესამე დღეს ავხადეთ ჩავაგდე, მოთხარ დაჯერ კრუხი ხარ, დღეს კრუხი ხარ, მეთქი ნელა შევაპარე და სამი დღეა ზის. რავი კრუხია თუ ფეხები აქ დაბუჟებული არ ვიცი, მაგრამ ზის. ხობშტობა აქ იმას ასაბრახაბლო ხობს. აუცივა ის აურა თუ არ გავრეცხე გუშინ დავიზარე და ეხა კიდე წყალი არ არის რომ გავრეცხო. ჩემი ხალათი. გეფიცები ვისა მაგ ჯვარი მაგ მაგად დაწერილი. ესეც ხო იგივე, ანუ ვიზუალურად სისქით ეხა არც ის აღარ არის სქელი, იმიტომ რომ 5 წელია ხალხმა მაცვია. არც იხევა, არც აფუჭდება, ხარ რა თუნდა იხეს, მაგრამ მაინც. ხოდა. ვერ ვძლებ მისოთ. აი ხა ეს ხო მაცვია და სადღაც ორი მტკაველი სიგრძე არა აქვს. მოკლეს. ვერ მეგუები ის მინდა. ნინელა დავოვიფარე. დაიცა ეს ჩამოქაჩო რომ ფეხები მიჩეს ტიტლიკანა. ის ხო არ გავაკეთო, კალკუტკას მოვაჭრა ფეხი და მარტო ფეხები ამოვიცვა. ცივა. გუშინ, აი მე აქ ხო დავიბივარ. რაღაცა მივწვი მოუწვის და აველი მაღლა და პეჩი, აი ცხელოდა რა, აი დავეხარე რაღაცა და ეხა ვარ მე ცოტა ხანი დავისვენებ და პეჩიეთ. ის გამაცბობელი. ხო კარგად ხართ, მე ვთქვი რომ ცხელი ჩააქრეთ. ნუ რომ ვისხედეთ შეგუციოთ. თხელი მოძრავეთ. მაისის რა არის? რა ხდება მაისის რა არის? 17. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, გილოცავთ ხარხნებო. თქვენ ოჯახებში ყოფილიყო სულ ბედნიერება და სიხარული, უფალი ფარავდეთ ყველას. დღევანდელი დღე მიყვარს რაღაცნაირად. დღეს არის 17, გუშინ და გუშინ წინ წესი ჩვენი მარშრუტკები უნდა გაძვირებულიყო და არ ვიცი გაძვირდა თუ არა და რამდენად თორე იყო გამოკრული, რომ 2.5-დან ხდებოდა 3 ლარი. კაი მესმის და ადამიანურად ვიცი, რომ ძღოლი ვერ ჩასხავს თავის ჯიბიდან ალიერგას თუ რაც არის. მაგრამ მე რო ამბობენ რომ აი როგორც კი ჩაბოვა ჩვენც ისაო დავაკლებთო და აღარ აკლებენ, 2.5-დან დაიწყეს ეგ. მესმის გუშინ წინ ვკითხულობდი რომ გაძვირდა სხვადასხვა რეგიონების მარშრუტკები და რაღაც. მაგრამ ხალხმა რა ქნას ხო ვერ მეტყვით. აი ხარო სტუდენტები დაიწყებენ სიარულს, რა გააკეთონ იმ ხალხს. ეს რამდენიმე დღეა არ ვიწერება რომ რაღაცა რა ხდება, რაღაცა ვქნათ, რაღაცა, რა უნდა გქნათ. კაი გამოდი ყირაზე დადექი. გამოდიან და დგებიან. იქ სხვადასხვა იმის რეგიონების. თვითონ მარშრუტკების ძღოლებიც აპროტესტებენ, მაგრამ რა, ვისაც ძალიან შევთვის. რომელი პოლიტიკოსი გუშინ ისე მომეშალა ნერვები. ჟურნალისტი იყო შესული პარლამენტში. და პარლამენტის გარეთ რა და ის ხალხი რო იდგა ბაზარშიც იყო მისული რომ ანუ რაღაცა ის ფასდაკლებული პროდუქტები და ის აინტერესებდა ამ გოგოს. მომწონს ხათაშორის ეს გოგო. არც ახალი დაგვარი არ ვიცი რა ამის რეპორტაჟი ყოველ შემთხვევაში გუშინდელი რეპორტაჟი ხალხის იმით იყო უფრო გაკეთებული. რომ ეკითხებოდა რომ ანუ აი რაღაცა ფასდაკლებები რო დააკელით, ფასები რო დააკელით, რაღაცა რო გააკეთეთ. ან თქვენ რო შედიხართ მაღაზიაში ამ დახლსეძეთ, სადაც ციციბურა და ეგეთი რაღაც ანუ ფასდაკლებები რა არ ვიცი გააკეთეს თუ არა. ჩვენ ზოგადად რაღაცას რო ყიდულობთ, ლაშამ უფრო ლაშას მოაქვამენ და იცის რომ მაგნიტში რა არის ფასდაკლება, იმაში რა არის და ესე ყიდულობთ ხოლმე.
ფუფუნების იმას ვეღარ იყიდი რა იქ მეებზე მაქსიმალურად ცდილობს ახლა საარსებო რაღაცები იყიდოს და ანუ ეძებთო ფასდაკლებულ რაღაცებს თუ ვეგერეო და ანუ ესენი აი ვითომ კი როგორ არა მაგეებით ყიდულობს სულ აი ჯერ ხო მაგრად მინდოდა ეს ქალი მეცემა მე ის ბაზარში იყო გაასული და ფასებს იმაშვებოდა ერთი ქალი წამოუხდა ესე იგი აი საპონი და ვაზელინი იყო ეტყობა ბიძინასი და მაგის თანებისაკი ხო რაო კაცო განარითი გაძვირდაო რაო ვერნა იყიდო ვო ეხაო ესაო ისაო ქალია მოხუცი ამ ჟურნალისტს გადაეკეტა მე რა რო ისაო არ ვიცი როგორ მივიდნენ იმ დასკვნამდე ეს რო არის სინდრომი რო დაუშენ თუ დაუშენ საერთოდ კურთები რო ეთიშებათ ბავშვებს წამალს რო იტყობენ იქ რო ათენებენ ხალხი ანუ თქვენ ამბობთო რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენააო და კიო კაცო ეგაო ძალიან ძვირი წყამალი ღირს ლანახევარი კი არა ღირს მილიონები ღირს და რა ქნა სუჭი იმანაო ბიძინამო და მაგის თანებმაო ეხა ვფიქრობ რა აი მქალმა უნდა ჩაიდოს მიკროფონი ჯიბეში და აი ეს ათრიოს თმით ანუ ტიპები ზრუნავენ იმაზე რომ ხელფასი მოიმატონ და 10,000 თუ 12,000 20,000 რაღაცა ჰქონდეთ თვეში და ბავშვები ტკივილისგან იკრუნჩხებიან კუნთები ეთიშებათ საზიზღარ კიბოზე მეტად საზიზღარი ეს არის დაავადება არის და რა ქნა რა ხალხი ადამიანები ჩვეულებრივ მოკვდავები 1000 ლარზე არიან და 2000-მდეც არა აქვს ცხოვრობენ მოიკელი შეუხერო არ ვიცი რა ზოგადად ეგეთ რაღაცები არ მიყვარს ხოლმე ის მაგრამ ხანდახან გადამეკეტება რომ ვფიქრობ რომ ვიღაცას უბრალოდ პეწენიკად მისული და ზის არც ისი არ გადმოსდის ტვინი და ისა ძალიან კარგად იცით თქვენ ძალიან ბევრი იცით თქვენ ვინცას ხედან თუნდაც გარშემო გაიხედ გამოიხედოთ და ტიპების ხედან იგაგარი შეიძლება არც არაფერი თქვენ მოვივლეთ სახში დაწვევიან და ეძე ერთ თვეში აქ თა როგორ იმას თუ 1000 2000 და გამოუყოფენ ხოლმე დღეში ადამიანმა ლარნახევრით უნდა იცხოვროსო და რაღაცა ნერვები მეშლება მაგიტო რა რომ მოიხსენის 1 და 2000 ზოგადად პოლიტიკაზე საზიზღარი და დამპალი და ბინძური არაფერი არ არის მაგრამ ეგ ყველამ ვიცით მაგრამ ხანდახან ეს უსამართლობა გიკეტავს ყველაფერს რა ძალიან ძვირი ღირსო და რა თქინდათ არ შეიძლება იმიტომ ეს მოკლავსო ბავშვსა იმათთვის ეგ არის გამოსავალი იციან ხო ეტყობ აი მე არ ვიცი იმას ხო იციან იმას პრობლემა ხო იციან რომ ეგ წამალი უნდათ ისიც ძალიან კარგად არის შედარება საზღვარგარეთ რო წაიყვანენ ვისაც აქვს საშუალება და რომ ეს წამალი იქ გაუკეთონ და ისაქნან რამდენი შერამხელა შედეგი არის კიდურებს ამოძრავენ მოძრაობენ დადიან აქ ყველა დაავადება განაჩენია აი ხაი ბოლოს კი ცოტა დაგამძიმեցავით მაგრამ ერთი ისიც უნდა თქვა რა თუნდაც მკურნალობის მხრივ რამდენად არასწორად უდგებიან საქართველოში გახსოვთ თქვენ რამდენიმე ხნის წინ მე ნიაკოზე დავდი ანგარიშის ნომერი 7 წლის ანგელოზზე მარტყოფელი დედა ყავს შემობანშია დაბადებული და გაზრდილი ვიცნობ ანას ვიცნობ მის ოჯახის წევრებს ყველას და ესე უცბად აღმოჩნდა რომ ბავშვს აი აქ თავის ტვინის ნერვიულ არ მახსოვს რა საშინელია ის დაავადება აქვს სიმსივნე აქვს ბავშვს რომელიცაც ვერ ეხებიან ოპერაცია არ გაკეთდება და აი ბავშვს წართვა თვალის დეფორმაცია სახის კიდურების ან ნენელა მოჭამამ დაავადება და ერთი გოგოა TikTok-ზე რომელიც თვითონაც ებრძვის ორჯერ დაამარცხა
საშინელი და ვერაგი დაავადება და ცდილობს რომ დაეხმაროს ესეთ ხალხს და ნიაკოზე ინფორმაციას ეს გოგო დებს ხოლმე რომ ხანსად ხო მკურნალობდნენ ამბავს ამ საქართველოში ცხო რაღაცა რას არ უკეთებდნენ ის ქიმიები ის და ხალხი ფულს ურიცხავდა რა თქმა უნდა ვინ დაიშურებს თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხო რომ ბავშვი იქნება რამე ეშველოს და 7 წელს ანგელოზი ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს რა მდგომარეობაშიც იყო და ირბინოს და ისაქნეს გახსოვთ ალბათ თქვენ რომ რამდენიმე თვის წინ დავდე ინფორმაცია მაგაზე და ანგარიშის ნომერიც სულ ვადევნებ ხოლმე მე თვალყურს ყოველ საღამოს ხვდება ნატაშკას ვიდეოები და ყოველთვის მაინტერესებს ნიაკოს მდგომარეობა და რამდენიმე ხნის წინ თქვა რომ ნიაკო დაითხოვეს ექიმებმა და ყველაზე საშინელი განაჩენი უთხრეს 1-დან 3 თვემდე სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან საშინელებაა და ის არის და ეს გოგო მიდიოდა თურქეთში მე იქ მკურნალობს აქ არა თურქეთში წავიდა ეს გოგო იქ მკურნალობს ესე ამასაც ურიცხავენ ხალხი ეხმარება თორე ვერ შეძლებ ვიცი რაც რაფასეთია და ითხოვ ამ გოგო რომ გეხვეწებით უბრალოდ მიმაქვს ნიაკოს ყველა ანალიზი იქო რომ იქ ჩემს ონკოლოგებს ვანახო სადაც რამე ის იქნებაო ძლიერები არიან ყველასთან მინდა შევიდე ვანახო და მოკლედ წაიღო ნიაკოს ისინი რა დისკები ის ანალიზის პასუხები რაღაცა და ველოდებოდი მეორე ვიდეოს რომ მეთქი რა სიტყვის ნიაკოზე რა სიტყვის და ჩაწერა ვიდეო ანუ ექიმები არიან გადაოცებულები რომ ის ანალიზები რომელიც ბავშვს უნდა ჰქონდეს ჩატარებული საქართველოში რომ მკურნალობდა არა აქვს ხალხო არა აქვს ის ანალიზები ჩატარებული რომელიც მერეც უნდა დაიწყონ მკურნალობა ელემენტარული ის რომლებიც ხა მე არ ვიცი მაგრამ ონკოლოგი როცა ხარ და რაღაცა რა ვიცი რასად აღარ აყავდათ ბავშვი რაღაც ანალიზები აკლია ბავშვს ეხა კიდე გროვდება ნიაკოსთვის თანხად იმედი მაქვს ძალიან მალე გონი ამ კვირაში უნდა ჩავიდეს თურქეთში და დაიწყოს ბავშვი როგორი ძნელია გეუბნევიან რომ იცი რა წადი შენ შვილს აღარაფერი არ ეშველება აქ საქართველოში უთხრეს აღარაფერი არ ეშველება დაელოდე 1-დან 3 თვემდე რას დაელოდოს დედას ეუბნები დაელოდე ან 1 თვე იცოცხლებს ან 2 აჰა თუ გაგიმართლა 3 როგორ უნდა დაელოდო მიდიან თურქეთში იმიტომ რომ ბავშვს ის საჭირო ანალიზები არ აქვს ჩატარებული რაც უნდა ჩატარებოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნიაკოს თანხა შეუგროვდება TikTok-ზე არის ნატაშკა ლომსაძე თუ სწორად მახსოვს თვითონაც ებრძვის ამ საზიზღარ დაავადებას ორჯერ დაამარცხა ეხავე განახეთ ამ გოგოს და ვისაც სურვილი გექნებათ ხალხო ამასთან გადადით Facebook-ზეც არის სხვათა შორის ნატაშკა ეხლავე მოძებნი ნატაშკა ლომსაძე სწორედ მithქვია ინგლისურად აკრიფეთ და ეს გოგო არის ეს არის თავისი გვერდი აი ნახეთ როგორი სურათი უდევს აი ეს გოგო არის რომელიც აგროვებს ნიაკოსთვის თანხას და სუცდილობს რომ თავისი გასაჭირი და თავისი უბედურობა აქვს მაგრამ ყველას ცდილობს რომ დაეხმაროს და თან რო აქვს უკვე შეხება ესეთ რაღაცებთან იცის რას და როგორ მიუდგეს რა და მიხარია რომ ნიაკოს გვერდით არის და ცდილობს ყველაფერს მაგას ვამბობ რა საშინელება არის რომ კიდე დიაგნოზს ვერ აქვს ამ ხელაფულებს აფლანგინებ ხარ და დიაგნოზს ვერ სვამ საშინელება მოკლედ კიდე გამძიმეთ მაგრამ მინდოდა რომ ეს ინფორმაცია მეთქვა თქვენთვის რამდენად უსამართლოა ხოლმე სამყარო მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ღმერთის ძალით ღმერთის შეწევნით ეს უსამართლობა ბევრჯერ დამარცხდება ჯერ ამის აუცილებლად და მე კიდე ბოლოს ვიტყვი რომ ამ ხალხის მიკვირს რომ
რომელსაც რაღაცა დღესთანამდებობა აქვს, დღეს რაღაცას წარმოადგენს თავის თავი როგორია რომ რაღაცას წარმოადგენს და გონია რომ მთელი ცხოვრება მასზე იქნება. ასეთ ხალხს მინდა რომ გაიხედოს, აბა რამდენი ყოფილა ეგეთი ცნობილია ჰაი-ჰუი ხალხი რაღაცა რომ დღეს 4 კედელს შორის ამთავრებს ცხოვრებას, რამდენი ყოფილა. კაცი შვილი არ აყავ გვერდზე. იმის მაგალითზე მაინც მივიდნენ დასკვნამდე რომ ვიღაცისთვის რაღაცა გააკეთონ. არ ვიცი. ბედნიერება ყველას. მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა რომ ასეთი ხალხისგან მიტოვებული ხალხი უფალი იქნება მათ გვერდზე და ყველა გასაჭირს დააძლევინებს მათ ღირსეულად. ბედნიერება ყველას.